ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი და თბილისის მერია წარმოგიდგენთ. აუდიო კომპოზიციას ბატონო ტელემხედველებო. კომპოზიციაში გამოყენებულია ფრაგმენტები გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებიდან. აუდიო კომპოზიცია ეძღვნება გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლის თავს. მონაწილეობენ ნინო ფილფანი, ზაზა თაგოშვილი. სცენარის ავტორი ნინო სადღობელაშვილი, რეჟისორი ლევან ლომაშვილი. ბატონო ტელემხედველებო, თქვენ დღეს ხედავთ ეკრანებზე ჩემს გამოსახულებას. გესმით ჩემი ხმა. სამწუხაროდ ყოველივე ამას მე მოკლებული ვარ. მე ვღელავ. მე არა მაქვს უფლება ამერიო სენა, წავიბორძიკო, დავლიო წყალი თუ ყელი გამიშრა ლაპარაკისგან. შურს თქვენი. აბა მე შემცდეს რამე. უსაზღრო იქნება თქვენი რისხვა და ირონია. ბედნიერი ხალხი ხართ ყველაფერი ამით ტელემხედველებო. თქვენ გაქვთ ერთი დიდი უპირატესობა. საკმარისია გადაატრიალოთ ჩამრთველი, რომ ჩემი გამოსახულება გაქრეს ეკრანიდან. მე კი უნდა ვილაპარაკო ბოლომდე. მიცნობდეთ, მე ვარ გურამ რჩეულიშვილი, მწერალი და პოეტი. გეშინია ღრუბლების? არა. აბა რატო ხუჭავ თვალებს? შავია და იმიტომ. წვიმის არის. წვიმის ღრუბელი შავია. გურამ. რა? წავიდეთ. რატო? წვიმა მოვა. არ მოვა, ნუ გეშინია. რა თქვი მოვაო? მოვიდეს რა. არ მინდა დასველება. მე ვარ თბილისიდან. თბილისი დიდი ქალაქია. იქ ბევრი მწვანე ნარგავებია, ბევრი ბაღი და ბევრი მტვერი. დღე და ღამე გვიან მის ქუჩებს, რწყავენ წყლით, ასუფთავებენ. ქარჩა მოაქვს მთებიდან მიწა, რომლითაც სწრაფად იფარება ქუჩები. მიწა ხმება და მტვრად იქცევა. მტვერს ამტვერებს დაუსრულებელ ნაკადად ქუჩებში მიმავალი ხალხი, მანქანები, ტროლეიბუსები. მტვერი შეაქვთ ბაღებში და იქ მწვანე იფარება თეთრი ფენით. სიცხისგან დნება ასფალტი. ფეხის ქუსლები ღრმადესობიან შიგ. დუქნებთან გაოფლიანებული მედუქნები დაუსრულებლივ ცლიან ლუდით დატვირთულ მანქანებს. რუსთაველის პროსპექტიდან აწვდილი სახლების გაყოლებაზე მოჩანან დამწვარი ქართლის მთები. ამ დროს სულ ერთი წამით თითქოს დაიძრება საიდანღაც სიო და ირინდება ბუნება. იკარგებიან ჩრდილები. როდის მივალთ? ერთ საათში. ნუ წავალთ რა. აბა რა ვქნათ? აქ დავსხდეთ. დელო მწვანე. ბალახი რბილი. იცი რა? რა? როგორ გითხრან? არ ვიცი. რა უნდა მითხრა? აბა ცრემლი რა არის? არ ვიცი. ცრემლებს ვერ ვიტან. მოვიწმინდო? მე თვითონ მოგწმენთ. თვალებზე კოცნა არ ვარგა. ცუდის ნიშანია. აბა რა ვქნა? ცრემლს ვინ დაგიშრობს? არ გინდა. სირცხვილია ასე. ვისი? შენი. ჩემი რატო? მე ხომ გუშინ გაგიცანი. მე იქ, ესე იგი ნაწერებში, ვცდილობ ვწერო ჩემს თავზე. ეს ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ღირს საერთოდ წერა ან ლაპარაკი. ბევრი თქვენგანი კარგად მიცნობს. ბევრს ახლაც აქვს გადაკეცილი ჩემი წიგნის რომელიმე ფურცელი და უდევს სასთუმალთან. ის მათზე მოქმედებს დამაძინებელი ფხვნილივით, რომელიც ჩვეულებრივ საშინლად მოქმედებს გულზე. ბევრს ცრემლი მოსდის, როგორც ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც მიცნობდა როგორც გურამ რჩეულიშვილს და ახლა უბრალოდ უკვირს, რომ ხან ვაჟა ჯანდიერი ვარ, ხან უბრალოდ გიო,
ხან მოხუცი კიდესა. მაია. მე მაიას მეძაღის დედა. მაია. მე თქვენ არც კი მიცნობთ. რას ავბრძანებთ? ჩვენი მეზობელი უნდა იყოთ, არა? დიახ, აქვე ვცხოვრობ. თქვენსავით. მაია, ის ბიჭი თქვენი ძმა ხომ არ არის? ძალიან გგავთ. ჩემი? არა, მე ძმა არ მყავს. არც და? არა. აბა? მე დედა და მამა მყავს. შეიძლება? მობრძანდით. ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. რამდენი წლის ხარ? 16-ის. მე მინდა რომ შენ ჩემი იყო. ბოდიში. მე ვიყო შენი. როგორ? მაია. რატო? ერთხელ 3 თვის წინ დედამ გამგზავნა შაქრის საყიდლად. მაღაზიიდან როცა გამოვედი, ყვირილი შემომესმა. ვიღაცა შავტუხა კეპიან, უსიმპათიო კაც რუსის ქალი დაეჭირა და სცემდა. ალბათ შენს გახსოვს. მერე მოაბრუნა საზის ღარმა, ბეჭებში ქვა ჩაარტყა. სწორედ ამ დროს გამოხვედი შენ სახლიდან. შავი პიჯაკი გეცვა და თეთრი პერანგი. თეთრის ფონზე დავინახე, როგორ წამოწითლდი. მერე მხრების რხევით წამოხვედი. მე მანამდისაც მყავდი შემჩნეული. შენ კი მივარდი კაც და არც გაგირწყამს ის ესწვდი კისერში. მერე კედელთან მიიყვანე და წაუჭირე. როცა ხელი გაუში, ის მოწყვეტით დაეშვა ქვაფენილზე. მაია. გოგოები ამაშიც ბედნიერები ვართ. უფრო მეტად შეგვიძლია ჩვენს პირველ სიყვარულს შევწიროთ თავი. მე შეგვირდით მომეყოლა ჩემი პირადი ტკივილების შესახებ. ვეცდები ისეთი თემა შევარჩიო, რაც თქვენთან ყველაზე ახლოს მოვა. ერთი შეხედვით მაინც. სიყვარული. აი უკვე მთელი კვირა ერთად ხართ. თქვენი კავშირი არ განსხვავდება 1000 სხვა სიყვარულისგან. საოცარია. შენიცი ეს, გრძნობ, მაგრამ არ იწვევს შაბლონის გრძნობას. ხელი-ხელჩაკიდებულები დადიხართ ქუჩებში, ბაღებში, სხდებით სხვა წყვილების გვერდით, იალერსებით ერთმანეთს. თქვენ მიყუდებულები ხართ მტკვრის ჯებირს, უყურებთ წყალს. ის ქვევით შეაგუბეს ჰესისთვის და მდორედ მიდის. ისვრი კენჭებს. შუიდან იშლებიან რგოლები. ფართოვდებიან ნათურების შუქზე და იკარგებიან. მერე ახლები ჩნდებიან. სხვა კენჭებისგან. თქვენ გიყვართ ერთმანეთი. შენ ილუზიებს არ აშენებ, რომ ეს სიყვარული ერთადერთია, ასეთი წმინდა, ძლიერი. ხვდებით ყოველდღე. ახლა უმისოდ გატარებულ დროს აზრი აღარ აქვს. სულ უფრო და უფრო მეტი გინდა. ის შენს ოთახში ზის. შენ კედელთან ზიხარ. გამოუცდელი ხელით იღებ პირველ აკორდებს გიტარაზე. ირინკა მიცის დაკვრა. იცინის. ისწორებს. როცა ის მიდის, შენ მარტო უკრავ. რა სჯობია ქართულ სიმღერებს. ირინკა გეხვეწება. არ გინდა გურამ. მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. იცოდე, შენს ხელში ვარ. ნუ მატკენ გულს. ხომითი ჩემი წარსული. ყველაფერი მასთან დაკავშირებული მეზის ხება.
გაჩუმდი ირინკა. დახუჭე თვალები. ჩურჩული წყნარდება. ბგერების გარჩევა თითქმის აღარ შეიძლება. უკვე აღარც არის საჭირო. რაღაც უნდა გეთქვა. შენ მე არ გიყვარვარ. შენ მე შემპირდი. მე კი იცი არ შემიძლია შენ წინააღმდეგ არაფერი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ამაზე მეტი სიყვარული აღარ შეიძლება. არც მეტი კმაყოფილება და სიმშვიდე. ღმერთო ჩემო, ნუ თუ მუდმივად უნდა იყოს ასე. სულ ბოლომდე. ბოლო მაღელობს ყველაზე ძალიან. ნუ თუ უნდა დავბერდეთ მე და ირინკა და მორჩა. ისიც იყო ღამდებოდა. საშინელი რუხი ამინდი იდგა და წვიმდა ზუსტად თბილისურად. არც ძალიან მაგრად, არც თუ ნელა. გრიალით ჩავლილი მოწყენილი მანქანები როგორღაც ახერხებდნენ ყველა პატარა წუმპეშიც კი ჩაჭყლაპუნებას და საოცარი სიზუსტით წუწავდნენ ტროტუარებს, რომლებიც მათ ჯიბრზე ცარიელი იყო. ის ვინც წასასვლელი გახლდათ კინოსა და თეატრში უკვე წავიდა. ვინც არა აღრენილი იჯდა სახლში. ყველაზე წყნარი, თვინიერი ადამიანს კი ახერხებდა რაიმე შარი მოედო თავისი ქვეშევრდომისთვის. ებუზღუნა. ეტრიალა. ეთქვა ცოლისთვის, რომ ვერაფრით წარმოედგინა მის ხელში როგორ გაძლო 30 წელი. თავის მხრივ ცოლისგანაც ორმაგი კომპლიმენტი მიიღო. ჯერ მარტო ამ 30 წელში მისი ტალახების წმენდა, რომელშიაც რაც გინდა მშრალი ამინდი ყოფილიყო, მაინც ახერხებდა ქმარი ჩავარდნას. ნუ ეშმოშნებით. ვიცი რომ თქვენივე განმარტებით ქალი მშვენიერების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. ერთხელ მე და უფეხო ფეხსაცმლის წმენდავი, მე ვახშეთ სამოდროს, ბაქირავს ვამდით ერთად. სხვათა შორის ეს ერთხელ ხშირად მეორდება. ბაქირა პატიოსანი ადამიანია. ის პოეტია თავისი საქმის. მე მოხიბლული ვარ მისით. ის არ ყისმის დროსაც კი არ ტყვის და ცდილობს მართალი იყოს. ბაქირასთან ქალების შესახებ ჩამოვარდა ლაპარაკი. ძალიან მიყვარსო თქვა, ოღონდ საშინელი ზიზღიანი გული მაქვსო. თუ გოგო არ მომეწონა, ისე ვერ ვაკოცებო და თუ არ ვაკოცე, ვერ ვიცხოვრებო. მერე წავედით მის სახლში. იქვე დაგვხვდა ის, ვისაც ბაქირა კოცნის და ცხოვრობს. მისი შეყვარებული, 40 გადაცილებული ბინძური ქურთის დედაკაცი. ხომ კარგიაო, თვალი ჩამიკრა ბაქირამ. რატომღაც მეც მომეწონა იმ წამში. შევთანხმდით, როცა ვილაპარაკებთ სიყვარულზე, გარეგნობას თავი დავანებოთ და ჩავთვალოთ, რომ ის, ვინ ჩვენ გვიყვარს, ულამაზესია. გამარჯობა მასწავლებელო. გაგიმარჯოს ჩემო ბიჭონა. შემოდი. გმადლობთ. ცქიტო გენეცვალე. მომეხმარე თუ შეიძლება. ახლავე. არ ვიცი რა ვქნა. ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო ხმობა. აი ასე. ფანჯარაც გავახეთ. ყვავილს უფრო მეტი ჰაერი მიუვა. სასუქი უნდა იქნებ. საზოგს ხშირად ვაყრე. აგრონომიც მყავდა. ქოთანიც გამოუცვალა. არაფერი შველის. ალბათ დაბერდა მასწავლებელო. ალბათ. იგი ხომ ჩემი ხნის არის. მე როცა დავიბადე, მაშინ უყიდია მამაჩემს დედაჩემისთვის საჩუქრად. მერე 16 წლის გოგონამ გერმანიიდან თან წამოვიღე საქართველოში.
როცა გავთხოვდი ამ ყვავილისთვის ცალკე ვერანდა გავაკეთებინე. თავს ვეულებოდი როგორც სამშობლოს. ერთადერთ ჩემთვის ყველაზე ახლობელ ცოცხალ არსებას. უკაცრავად. განა აქ ნათესავი არავინ ყოლიათ მასწავლებელო. ნათესავი? არა. შვილიც კი არ მეყოლა. მერე ქმარი გარდამეცვალა. კარგი ადამიანი იყო ცხონებული. დიდი ხანია? ასე, 30 წლის წინ. ქმრის ნათესავებიც მიმოიფანტნენ. მას მერე ვმასწავლებლობ. ბევრი მოწაფე მყავდა. ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ ყოველთვის ვავიწყდებოდი მერე. მე არასოდეს დაგივიწყებთ. შენა? ხო. შესაძლოა. შენ კარგი ბიჭი ხარ. ისინიც კარგები იყვნენ. მაგრამ მათი ბრალი არაა რომ დამივიწყეს. რაკნა? ბევრ მათგანს ახლა შვილიშვილებიც კი ყავს. ყველას თავისი საქმე აქვს. მე თქვენის თანები მიყვარს. ახალგაზრდები. მათთან ყოველთვის კარგად მეგობრობ. მათაც უყვარვარ. მომეცით, მე გავხსნი წყალში სასუქს. არა. გმადლობთ. ჩემს ბებერ ავადმყოფ ნათესავს ვერავის ვანდობ. აგერ 50 წელია ერთად ცხოვრობთ. მასწავლებელო, ყვითელი ტოტები რომ შევაჭრათ. რათა? იქნებ ახლებმა მოიყაროს. არა გენაცვალე. მაგის დღეები დათვლილია. მე ახალი უნდა იყიდოთ? არა. რატო? შენ ვერ გაიგებ ჩემო ბიჭუნა. შენ ბევრი ახლობელი ყავს. ეგ კი ჩემი ერთადერთი იყო. ისიც უსულო. თანაც ყველა სულიერზე ერთგული. ახლა კი ვატყობ. ღალატობს. შენი ბაბუა მოვიდა. სასეირნოთ უნდა წაგიყვანოს. მართლა არ გჭირდებათ კიდევ დახმარება? არა გენაცვალე. 4 შაბათს მოხვალ. ახლა კი გიშვებ. გმადლობთ. მე დავიბადე თქვენთან ერთად. გავიზარდე თქვენთან ერთად. სკოლაში დავდიოდი. კინოებში, თეატრებში და ექსკურსიებზე. ზაფხულობით ბორჯომში, მერე ზღვაზე. ზამთარში ბაკურიანში. ვიცვამ თქვენსავით ბუტილკა შარვალს და არ ვატარებ ქუდს. ჩვენ ყველა ვიზრდებით ერთად. ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ყველა ერთი და იმავე წიგნიდან სწავლობს იმას, რაც მის ბუნებასთან ყველაზე ახლოა. მე თქვენგან განსხვავებით დავდივარ უხალსტუხოდ. გაღეღილი გულით და მძიმე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით. ზოგჯერ შეურაცხყოფელად პირდაღებულითაც. რადგან ახალი მაღალყელიანი შოვნა საერთოდ ძნელია. მე კი შევეჩვიე მათ. ისინი არიან მძიმე და ერთგული. მადგებიან ერთნაირად ოპერაში და მთაში, კინოში და ჩხუბში. რამდენი ხანია შენი ნახატები უყურადღებოდ კიდია კედლებზე. სულ დაგავიწყდა მათი არსებობა. ახლა ღამეა. შენ მარტო ხარ. ფანჯრიდან ბოძზე მიკრული ნათურის შუქი ანათებს. დგები, სინათლეს ანთებ. მიდიხარ მაგიდასთან. უაზროდ ქექავ ნაწერებს. კითხულობ 2 თვის. 2 წლის წინ დაწერილ მოთხრობებს, ლექსებს. მაგრამ მათი აზრი შენამდე არ მოდის. 1918 წელს ქალაქ თბილისში უაღრეს სიღარიბესა და სულიერ სიმარტოვეში გარდაიცვალა თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. დრომ თითქმის არ დატოვა მოწმე, რომელიც მოგვითხრობდა მისი ცხოვრების შესახებ.
მოკვდა ის ისეთივე მარტო, როგორიც იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ლოთი, უპატრონოდ, უამხანაგოდ ბნელ სარდაფში მიტოვებული. უკვალოდ მიიკარგა სადღაც საფლავი. დარჩა ლეგენდა მთვრალ ფიროსმანაშვილზე. ამბავი იკითხება მხოლოდ მისი ნახატებიდან. დაიბადა 1863 წელს ისტორიულად უბატონო მხარეკიზიყში, სოფელ მირზაანში. მამის სიკვდილის შემდეგ დედა 7-8 წლის ქალვაჟით სახლდება თბილისში. მრავალფეროვანია თბილისური ბოჰემა. მოკეიფე ყარაჩოხელები, კინტოები, ბაზარი, დუქანი, დაღლილი ჭუჭყიანი მეკურტნეები, ხელოსნები, ქალები ხელგაწვდილი ბავშვებით, ინტელიგენცია გახუნებულ და ახალ ფრაკებში პენსნეებით, პოლიციელები, მეესოვე. ასეთ ატმოსფეროში წამოზრდილი ფიროსმანაშვილი ხსნის რძის საწარმოს. აქვს გარკვეული წარმატება ვაჭრობაში, მაგრამ თავისი ხელგაშლილობის წყალობით 2-3 წელიწადში კოტრდება და ნაცნობები კარგავენ მის კვალს. აღმოაჩინეს ის უკვე როგორც მხატვარი 1912 წელს. ფიზიკურად მოტეხილი, გალოთებული. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა მოხატული თბილისის დუქნების დიდი ნაწილი. უამრავი აბრა და ტილო. ხანმოკლე გამოდგა მხატვართა წრეებთან მისი ნაცნობობა. უკვალოდ იკარგება ფიროსმანაშვილის მედიდური პიროვნება თბილისის ჯურღმულებში. ხატავდა ნიკო ფიროსმანაშვილი ერთ ჭიქა-არაყზე და უსასყიდლოდ. შემკვეთეს სურვილით და თავისნებით. მუშაობდა შიგ დუქნებში ქეიფის დროს, ხალხის თანდასწრებით. თავის შედევრებს ამთავრებდა საათებში. უყვარდა ფიროსმანს ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა. იცნობდა საქართველოს წარსულს. აი მისი შეყვარებული, აქტრისა მარგარიტა. ბნების განსახიერება და ბავშვის ნაკეთები ფიტულივით მიუყარებელი. ამ ქალს უწყნა ლეგენდის მიხედვით. შეყვარებულმა ნიკალამ არარსებული შავი ვარდი, რის ყიდვასაც მთელი ქონება შესწირა. ლეგენდად იცხოვრა. თქმულებად დარჩა მისი ამბავი ამ ქვეყანაზე. ამის შესახებ ყვებიან მისი უკვდავი ქნილებები. აღდგომა დღეს მომკვდარა მხატვარი. დგას პატარა ბატკანის აღდგომო სამზადისში, წითელი დროშით და მხატვრის ხელით მიწერილი სიტყვით. მადლობა ღმერთსა, რომ დაგვასწარით აღდგომასა. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად. მომიტევეთ. ჩემი ბოლო ნაწილი არეულია, დაულაგებელი. ის გაცილებით ახლოა გულთან, ვიდრე ყველაფერი სხვა. მე მასზე გულგრილად არ შემიძლია წერა და ლაპარაკი. სანამ ცოცხლობ, ღმერთმა უქნას. ეს მოგიზგიზე მუგუზალი, რომელსაც სიყვარული ქვია ადამიანისა, ზოგჯერ მარტო ქალისა, გაქრეს ჩემს გულში. მაშინ მე მოვკვდები. ადამიანო, იცოდე სიყვარული და როცა გიყვარს, არ ამოსწურო შენში ეს გრძნობა ერთი სიყვარულისთვის. შეინახე უძირფასესი სიყვარული შენივე მოძმისთვის. გეშინია ღრუბლების. არა, აბარატო ხუჭავ თვალებს. შავია და იმიტომ. წვიმის არის. წვიმის ღრუბელი შავია. გურამ, რა? წავიდეთ. რატო? წვიმა მოვა. არ მოვა, ნუ გეშინია.
რა თქვი მოვაო? მოვიდეს რა. არ მინდა დასველება. თქვენ მოისმინეთ აუდიო კომპოზიცია ბატონო ტელემხედველებო. კომპოზიციაში გამოყენებულია ფრაგმენტები გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებიდან. აუდიო კომპოზიცია ეძღვნება გურამ რჩეულიშვილის დაბადებიდან 90 წლის თავს. მონაწილეობდნენ ნინო ფილფანი და ზაზა თაგოშვილი. სცენარის ავტორი ნინო სადღობელაშვილი. რეჟისორი ლევან ლომაშვილი. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრის მიერ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.